ოქტომბრიდან მოლდოვა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეს შეუერთდება. ეს ინფორმაცია მინდა მოლდოვას თაობაზე ახლა მოგაწოდოთ, თუ კი მომცემენ ამის საშუალებას, კარგი დავანებოთ თავი. ამის შესახებ კიშინევში ევროკავშირის პირველ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევრობანკებთან უფრო იაფი და გამარტივებული მომსახურება. ამას გარდა მოლდოვის განვითარების 2 მილიარდამდე ევროს გეგმის ფარგლებში ევროკავშირი უკვე გამოყოფს 270 მილიონს. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირის საერთო როუმინგის ზონაში მოლდოვას ინტეგრაცია 2026 წლის 1 იანვრისთვის მოხდეს. რეგიონში მიმდინარე მოვლენების და ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში საგარეო მიმართულების ექსპერტები აცხადებენ, რომ მოლდოვისა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ბოლო წლებში წარმოუდგენელი უფლოსვლა განიცადა და არსებული ვითარების გამოსწორებას უდიდესი ძალისხმევა დაასჭირდება. ამ თემაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი ნოდარ ხარშილაძესთან, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელთან. ნოდარი გახდათ იმ იშვიათ ექსპერტთა შორის, რომელსაც ბატონი ივანიშვილი თავისი ახალი გაპრემიერების დროს შეხვდა კიდეც თუ არ ვშტები და აი ეს რაზეც იყო სიუჟეტი საუბარი, შემდეგ მან პრესკონფერენციაზე თქვა, სომხეთის მისაბაძ მაგალითთან დაკავშირებით, ვიცით რომ თქვენს გითხრათ და ეს დისკუსიის საგანი გახდა. მოხდა ისე რომ სოფლიო შეიცვალა, ჩვენი რეგიონი ხო იცვლება და ჩვენთვის ის ძველი სომხეთი, ანუ წარსულის ცუდი მაგალითი რჩება დღეს მისაბაც სტრატეგიად. ხო, მოგესალმებით, მივესალმებ ტელემოყურებელს მადლობა მოწვევისათვის და ძალიან უცნაური იყო მაგ სიტყვების გაგონება მაშინ მისგან, ახალი პრემიერი იყო, ანუ რამოდენიმე თვის 2013 წლის თებერვალში იყო თუ მარტში შეხვედრა. ძალიან პედალირებდა მაშინ აი სომხეთს როგორც გეოპოლიტიკური რაღაც იმის სასწავლის მაგალითს და მე კითხები რომ დაუსვით მისივე ტერმინოლოგია რო ვიკითხოთ რომ ჩავეკითხეთ ანუ რომ დავაზუსტეთ ნორმალურად რო თქვა იქ უკვე გაუჭერდა პასუხების გაცემა იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით რომ აი სომხეთს აზერბაიჯანთან კონფლიქტი აქვს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს რუსეთზეა მიმული ხელშეკრულებებად მაშინ ჯერ ევრაზიის კავშირის წევრი არ იყო მაგრამ იყო ის რა ქვია DST-ს და ODKB-ს წევრი და ეს ყველაფერი ხო ამაზე ცოტა პასუხი აღარ გაგვცა მაგრამ თქვა რომ აიო არაო მაგათო ყველასთან ყველაფერი დალაგებული აქვს და არ ვიცი ხო სომხეთს მაშინ ვისთან რა ქონდა დალაგებული აშკარად არა იმიტომ რომ პაშინელმა ყველაფერი შეცვალა მაგრამ დღევანდელ ბიზნესმენიშვილს ვერავის დაფერი ვეღარ აქვს დალაგებული მათ შორის მოსკოვთანაც ანუ არაფერი არ დაუთმეს რუსებმა დღემდე და ამერიკამ და ევროკავშირმა კიდე ბოლომდე უკვე ანუ ხელჩამორთმევადი ადამიანი აღარ არის რა ევროპაში. აი, ნოდარ ჩვენ სიუჟეტში მათეს ქონდა გამოყენებული პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აი ამ უცნაურ მოვლენასთან კონტაქტი ჩახალიანთან ხო რომელიც ახლა და ერევანში აიყვანეს. ვშაყირობდით სტუდიაში რომ ჩახალიანს იქით რუსული გრუპ როვერ წავიდა ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე რა განვითარების რა დონეზე არიან საერთოდ ისინი მაგრამ რასაც ეუბნებოდა მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში მართალი იყო ანუ რაც ჩამოთვალა ფაქტობრივი გარემოებებია მათ შორის ჩახალიანის დაპატიმრების საფუძვლები და წინაპირობებიც ფაქტობრივად ზუსტად ასეთი იყო და მათ შორის ის რაც გაკეთდა ჯავახეთში ჩამონათვალის თვალსაზრისით დიდი გარღვევა იყო ჩვენი ქვეყნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით მაშინ რა თქმა უნდა თავად პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივასა და ძალისხმევასთან ერთად რაც უნდა დავაფასო და ვთქვათ ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა მილენიუმის პროგრამამ თუ სწორად მახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების უზარმაზარმა მოცულობამ რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და სტრატეგიულ ხედვასთან ერთად ეკონომიკური ანუ ფინანსური მხარდაჭერის კუთხით აღმოჩნდა იმ შედეგის მომტანი რაზეც საუბრობდით. დაუბრუნდეთ სომხეთს და აზერბაიჯანს რაც ხდება ახლა იქით ესეთი უცნაური სიტუაცია არის. პუტინს ძალიანაც კი უნდა რომ ახლა აზერბაიჯანში ან თუნდაც სომხეთში ყველაფერი ხდებოდეს ისე როგორც ადრე ხდებოდა წინა დეკადების განმავლობაში მაგრამ ამას ვეღარ ახერხებს და სპეციალისტები ამბობენ რომ ეს მათ შორის უპირველესად არის მისი შეცდომის შედეგი, როდესაც ემოციურმა კომპონენტმა გეოპოლიტიკური კომპონენტი დაჯაბნა პუტინის შემთხვევაში. როცა ფაშინიანზე გაღიზიანებულმა
მან აზერბაიჯანი მიუშვა სომხეთზე შურისაძიებლად და სამართლიანობის აღსადგენად სახელმწიფო მთლიანობის თვალსაზრისით და ამით მან დააზიანა უკვე გამოუსწორებლად რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი სამხრეთში. შენ როგორ აფასებ ამ სიტუაციას? რა თქმა უნდა, ამაში სიმართლე არის. აშკარა იყო, რომ პაშინიანი თავიდანვე არ მოწონდათ რუსებს, ანუ სერჟ სარკისიანი, ვინც პაშინიანამდე იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ანუ ჯერ პრეზიდენტი ამერიკას სისტემაში შეცვალა და პრემიერ-მინისტრი იყო მოსკოვზე ძალიან აქტიურად მიბმული ადამიანი და პაშინიანმა მე ეს რევოლუცია, ჯერც რევოლუცია რუსებისთვის ხო აბსოლუტურად მიუღებელი იყო. თავიდანვე აითვალწუნეს, ყველანაირად ცდილობდნენ რომ რაღაც ვითომ რაღაც ეტაპზე მე დაალაგდნენ, მაგრამ ეს იყო მოჩვენებითი და მე ძალიან სწორი თქვი მიუშვეს აზერბაიჯანი. მანამდე თუ ოდკბ ლეგალურად არ ვრცელდებოდა, ასე ვთქვათ, სადაო ტერიტორიებზე, მაგრამ ყოველთვის რუსეთი აზერბაიჯანს ნიშნებს აძლევდა, რომ იცი რა, მე თავიცავ რა მეყოს. ეს მოხსნეს. არის ბევრი საუბრები იქ ხა ამის ფაქტი არა, ვინ იცის რომ აზერბაიჯანმა იმაზე მეტი აიღო, ვიდრე იყო შეთანხმებული ანკარასთან შეთანხმებით და უბრალოდ რუსები ფაქტის წინაშე დააყენა და ხო აქ უკვე რუსებმა ვერაფერი ვეღარ აქნეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ალიევი უშეცდომოდ თამაშობს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ხო ერთ-ერთი ჩემი აზრით, რაც შეიძლება და უფრო მალე მოხდარიყო, ეს არის სომხეთ-აზერბაიჯანის შორის სამშვიდობო ხელშეკრულება. აი ეს ცოტა გადაიდო, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ითხოვს სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას, რომელიც მომავალ წლამდე ვერ მოხდება. ეს ხელშეკრულება აი ხა გეოპოლიტიკურად მწიფე მომენტია, ეხა შეიძლება და ეს დამდგარიყო და ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ამაზეა მიბმული მე თურქეთ-სომხეთ შორის ურთიერთობის დაწყება დიპლომატიური. შესაბამისად, აი ამის გადატევა ცოტა არ არის სასიამოვნო, მაგრამ მაინც ახლა იმის ფონზე რაც ხდებოდა ადრე, დღეს რა თქმა უნდა უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯებია. ეს ხელშეკრულება თუ გაფორმდა მომავალ წელს, აი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ეს იქნება რუსეთისთვის გავლენების სერიოზული დაკარგვა სომხეთ და აზერბაიჯანში, მაგრამ მოდი ახლა რუსებსაც ბოლომდე ნუ გავლანძღავთ სამაგერო საქართველოს შენამხელა ის აქვს შეძენილი ხო? სამხელა გამარჯვებას მიაღწიეს ხო? საცინრად არ გვაქვს საქმე, მგონი უფრო სატირალად და რა უყოთ მაგ საქმეს? უფრო სერიოზულად რო ვიკითხო, რა ხდება იმ შემთხვევაში, ჩვენ ახლა იმის დრო არ გვაქვს, რომ ტრამპის ხასიათის ცვალებადობის დინამიკას თუ გავყვებით და ტრაექტორია საითკენაც მიდის, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის ხაზგასმით კმაყოფილებას, რომელიც მან არ დამალა და საჯაროდ გამოთქვა, რომ ასეთი ნაყოფიერი საუბარი ჩვენ ტრამპთან არ გვქონიაო. პუტინზე იმედგაცრუებულმა ეს ტრამპმა არც დამალა კომენტარის დროს. რას ნიშნავს ეს პერსპექტივისთვის, თუ კი პუტინის რესურსები, შესაძლებლობები, ეკონომიკა მცირდება, პრობლემები ექმნება, ევროპა სულ უფრო სერიოზულად იკრებს ძალას, მერცი ამ ხრივ და ბრიტანელები განსაკუთრებით უკვე სერიოზული დიდი ბიჭებივით იქცევიან, ასე ვთქვათ, და ამის პარალელურად სამხრეთში, აი ხანკენში ჩვენ დაუბრუნდეთ კვლავ სამხრეთ კავკასიას, იყო ძალიან სერიოზული შეხვედრა, ხო, სადაც ერთული სახელმწიფო პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შარიფიც კი იყო ჩამოსული. გასაგებია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატია, მაგრამ იქ თავი მოიყარა ერდოგანმა, პაკისტანმა, ცენტრალური აზიის ქვეყნების პირველმა პირებმა, რუსეთი იქ არსად არ არის წარმოდგენილი. ჩვენ ვრჩებით რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად. სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? შეიძლება რომ ასე დავრჩეთ კიდეც? არ შეიძლება რომ არ ვახსენო დღეს თუ გუშინ ღამე გავიდა ეთერში თქვენი სტუდიის გადაცემა მიშა შულდაძე, სადღაც მაგარი ხუმრობა ქონდა, რომ ისტორიაში პირველადო საქართველოს ყველაზე პრორუსული სახელმწიფოა რეგიონში. რათა მართლა ეგრე აღმოჩნდით, სომხეთს გაუსწარით ამ პრორუსულობაში. ხუმრობები ეგეთ იყოს. ის რა არის, თუმცა ეს ხელოვნურია. ანუ ეს არ არის ხალხის პრორუსულობა, ეს არის მოსახლეობის ძალიან უმცირესობის და დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პრორუსულობა, რომელიც კრიმინალებზე, დაშინებაზე და კორუმპირებულ ფულზე არის დაფუძნებული. ეს ხელისუფლება როგორც კი დამთავრდება და დაუმთავრებელი ფერი არ არის, ამათაც იმედი ეს მალე მოხდება, ვიდრე გვიან. ეს ევროპული მომავალი დაგვიბრუნდება. უბრალოდ აქ პრობლემა რა გვაქვს? სომხეთიდან განსხვავებით, რომელიც ეხლა იწყებს ურთიერთობაზე ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპასთან მასშტაბში უკრავენ, საქართველოს სერიოზული მანძილი ქონდა ევროპასთან გავლილი. ეხლა უკან დაგხვიეს ამათმა და თავიდან მოგვიწევს ამ მანძილის გავლა. ეს ერთი. მეორე,
მოლდოვას ხედავთ ხო როგორ შეიძლება და მოლდოვა კაი მაგალითად არც ომში ჩაბმულა არც რუსეთს შეუყვანეს ძალები არაფერი ძალიან წყნარად შედის ევროკავშირში ხო მოლდოვას მაგალითად შეიძლება ნახოთ როგორ შეიძლება და ეს ფანჯარა გამოგვეყენებინა ეს ფანჯარა ჩვენთვის იკარგება ეს ფანჯარა რომელიც ჩვენი შვილებს და უკვე ჩვენ შვილიშვილებს ევროკავშირის მოქალაქეებად აქცევდა ხო ეს ფანჯარა იკარგება ალბათ ყველაზე დიდი დანაშაული ეს არის ბიძინა ივანიშვილის იმიტომ რომ თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ არ არის ამის საჭირო ხო ჩვეულებრივი ციფრებია როგორ ცხოვრობენ ევროკავშირში ხალხი და როგორ ცხოვრობს ევროკავშირის გარეთ იგივე რუსეთში და იგივე ბელორუსში და იგივე იმაში რა ქვია სომხეთში ადამიანები რატო დაცილდა ხო სომხეთი რუსეთს პირველ რიგში ანუ რატო მოინდომა პაშინიანმა რა ისე რა ქვია ალტერნატივა არ ქონდა რუსეთთან დარჩენა არ შეეძლო იმიტომ რომ არც უსაფრთხოების კუთხით არც ეკონომიკური კუთხით რუსეთი თავის ვალდებულებას არ ასრულებდა და მათთვის მისაღები არის პარტნიორების სიღატაკე სისუსტე რომ ადვილი манипуляცია გააკეთოს ეს არის რუსული პოლიტიკა იგივე უნდა საქართველოში საქართველოს რუსული კაგებით არ უნდა იყოს სახელმწიფო ეს უნდა იყოს ტერიტორია და ყველა სტრაიკული არის რომ ამაზე ღიად ლაპარაკობენ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები და რაღაცა ყურადღებას არ ვაქცევთ ხალხური ხალხი ამას პრემიერ-მინისტრ რათ მომუშავე კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას დააფიქსირა ის პოზიცია რომ საქართველოს თურმე ვერაფრით ვერ გამოიჩენს თავს საერთაშორისო არენაზე სპორტის კარტა ეს საინტერესო ხედავია ხო ეს არის ისეთი დამაკნინებელი ხო რა ვიცი მე მგონი რომ ყველა ნიშანია იმისი რომ ჩვენთან ყალიბდება ძალიან ისეთი რუსული მაგრამ უფრო პროვინციული სახის დიქტატურა და თუ დროზე არ გავიღვიძეთ გეოპოლიტიკა და გვჩება უკან გიორგი. მე მგონი შენი ეს გაფრთხილება ყველასთვის გასაგებია. თავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ აღუდგეთ ამას წინ და დროში ეს ძალიან არ გაგვეწევს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რომ ესე მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ დროს ვკარგავთ და ბევრ შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან. და ბევრ ადამიანსაც, იმიტომ რომ საქართველოს იცლება ამ ყველაფერს. ეგ უკან დაგორებული მანძილი მე ისევ წლები მოგვიწევს, რომ ისევ წინ გავგორდეთ რა, ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ყოველი დღე გვაყარგინებს რამოდენიმე პერიოდს, ანუ ერთი წელი ამათ ყოფნის გვარგენოს რამოდენიმე წელიწადს ევროკავშირთან იმაში. რა ეხა ესე უცებ ვეღარ აღვადგე, ძალიან ბევრი სამუშაო იქნება. კი, რაღაცა კეთილინება თავიდან იქნება, ესე რომ შეიცვლება, მაგრამ იმდენ რაღაცაში ვართ უკან წასულები, იმდენი მე დარწმუნებული ვარ ჩვენი პოტენციალის გათვალისწინებით იმ საფუძვლის, რომელიც ამ საზოგადოებაში ახალი თაობების სახით მით უმეტეს ჩაყრილია და მათ შორის ამ პროტესტების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების იმდენად მტკივნეულ, მაგრამ ძალიან შედეგიან გზას გავდივართ, რომ აი ამირანი რომ ერთ დღეში რომ ერთი თვისას იზრდებოდა, ასე ერთ წელიწადში რამდენიმე წლისანი გავიზრდებით, მთავარია სიტუაცია გამოვასწოროთ და დავბრუნდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ამავე დროს ევროპული განვითარების გზაზე. ნოდარ ხარშილაძეს მადლობა უთხრათ ჯანსაღი სკეპტიციზმისთვისაც და ჩემთან ერთად ოპტიმიზმისთვისაც, რომელიც მანას ძალუმად შემსავით არ გამოხატა, მაგრამ ვიცი რომ ამაზრზეა.